როგორი არის, თქვა, დაანონსებულ და საპროტესტო შეკრებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკური ძალის პოზიცია და ხედვა, რომელმაც გადაწყვიტა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, მიუხედავად დანარჩენი ოპოზიციის არჩევნების ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური ძალების მოწოდებებისა, რომ გადაეხედათ და შეეცვალათ ეს პოზიცია, მას ახლა გავიკებთ უკვე ლელოს წევრისგან, ლანა გალდავასგან, რომელიც შემოგვიერთდა ეს წუთია სტუდიაში. მოგესალმებით, ლანა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში დავიწყოთ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრით, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ცალსახა პოზიცია ვერ მოვისმენთ გიორგი გახარიას პარტიისგან გასხობით. მართალია გაკეთდა ცალკეული ლიდერების მხრიდან კომენტარები, იგივე ალე კოლისაშვილის მხრიდან, რომ არ იციან ამ გეგმის შესახებ საერთოდ და რომ თქვენ გაქვთ თქვენი საარჩევნო გეგმა და სტრატეგია, მაგრამ ლელო იქნება თუ არა 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე. 4 ოქტომბერს ჩვენ ვიქნებით, რა თქმა უნდა, დილიდან საარჩევნო უბნებთან. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო, რაც იქნება ჩვენი ამორჩევლების მიმართულებით მაქსიმალური ყურადღების გამოხატვა და შემდეგ უკვე ხმების დაცვა. რაც შეეხება უშუალოდ 4 ოქტომბრის აქციას, აქვე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ამ აქციის ორგანიზატორები არ ვართ, ჩვენ არ ვართ იმ გუნდში და არც ვიცით ვინ არიან ორგანიზატორების გუნდი, ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეების გაერთიანება, რა თქმა უნდა, ვისაც აქვს სურვილი, მას შეუძლია მივიდეს. პროტესტი თავის მხრივ აბსოლუტურად არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენი მომხრეები დილით იყვნენ საარჩევნო ყუთებთან და შემდეგ საღამოს მივიდნენ არჩევნებზე. რაც ჩვენს ლიდერების უშუალოდ რაც შეეხება 4 ოქტომბრის თარიღს, ჩვენ ბრძოლაში ვართ, როგორც 4 ოქტომბერს, ასევე 5 ოქტომბერს და ნებისმიერ ბრძოლაში, რომელიც არის ჩვენი ყველა ადამიანი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას, თავისუფალი მოქალაქეების გაერთიანება, ჩვენ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმ აქციაზე, რომლის ორგანიზატორებიც არ ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამბობთ ერთს, რომ ჩვენ დილიდან 8 საათამდე რა თქმა უნდა ვიყოთ საარჩევნო უბნებთან. ამის მიღმა, ვინ წავა და ვინ არა აქციაზე. ურთიერთ გამომრიცხავი ხომ არ არის ქალხნოლან და ახლა შევეცდები, თქვა, რას გულისხმობ ამ შეკითხვაში. თქვენ გადაწყვეტეთ, რომ არჩევნების გზით მიდიხართ, მონაწილეობთ თვითმმართველობის არჩევნებში. ამავდროულად ჩვენ ვამბობთ, არ გამორიცხავთ, თქვა, იმ აქციაზე მისვლას, რომელიც ამბობს, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არა არჩევნების გზით, არამედ რევოლუციის გზით, რაღაც ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია ხომ არ არის? ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ჩვენ შევედით ამ არჩევნებში, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია დამატებით პარალელური ბრძოლის ფორმატ. ჩვენ ვართ პროტესტში, ვართ ყველა აქციაზე, რომელიც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი, რომლის მოთხოვნა არის ყოველთვის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სხვა აქციები, რომლის მოთხოვნაც არის ბოიკოტირება, რა თქმა უნდა, ასეთ აქციებს არ ვუერთდებით და იმ აქციების შინაარსი, რომლის შინაარსიც არის ოპოზიციის შიგნით რაიმე განხეთქილების დათესვა. ასეთი სტილის აქციების მონაწილეები ჩვენ არ ვართ ხოლმე. რაც შეეხება უშუალოდ ამ აქციას, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ორგანიზატორებში ჩვენ არ ვართ. დღის მდგომარეობით ჩვენ ზუსტი მოთხოვნები რა არის ამ აქციის არ ვიცით, იმ საორგანიზაციო ჯგუფიც არ ვიცით, ვინ არის და ვინ ატარებს ამას. ამიტომ დავაკვირდებით კიდევ პროცესს, წინ არის რაღაც 3 კვირამდე პერიოდი, რა იქნება მათი მოთხოვნები, შეიძლება როგორ გადატრანსფორმირდება ეს მოთხოვნები და სხვა მხრივ ჩვენი წევრები, ჩვენი მხარდამჭერები, რა თქმა უნდა იყვნენ საარჩევნო უბნებთან და შემდეგ გადაწყვეტონ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას 4 ოქტომბრის აქციაზე. ჯერ ვართ დაკვირვების პროცესში და ვნახავთ როგორი და რა მოთხოვნები იქნება ამ მონაწილეებს. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ კონკრეტული პირებისგან, არა რაღაც უფრო მეტად ბუნდოვანებით არის ეს საკითხი მოცული, ვინ არის ორგანიზატორი, რა არის სამოქმედო გეგმა. ამიტომაც წინასწარ გაცხადებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომლის ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ და არ ვიცით რა არის მათი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ცხადია, მაგრამ ზოგადად ჩვენთვის კონკრეტულად ერთი თარიღის დაკიდება არ არის მიზანშეწონილი, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ბრძოლაში ვართ, ჩვენ ყოველდღიურად, ჩვენთვის ბრძოლა არის დღესაც, ბრძოლა არის ხვალაც, ბრძოლა არის 4-შიც საარჩევნო უბნებთან და ბრძოლა იქნება 5-შიც, სანამდე არ მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და არ მივაღწევთ იმას, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. მაგრამ აი არჩევნების მიმართ რა მოლოდინები გაქვთ, იმიტომ რომ ოპოზიციის ნაწილმა გამოაცხადა ეს ყველაფერი ფარსად, თქვენ პირადად დაგადანაშაულოთ თქვენი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებასთან მოკავშირეობასა და გარიგებაში და ღიად აცხადებენ, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია. შესაბამისად, ანუ თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და რა დამოკიდებულება ამ საარჩევნო დღის მიმართ? ჩვენი მოლოდინი და დამოკიდებულება გამოხატულია იმ პოზიციაში, რასაც ქვია პარალელური ბრძოლის ფორმატ, რა თქმა უნდა, შესვლა
თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ვიცით, რომ ეს არჩევნები იქნება მძიმე, ამას ჩვენ ახლა წინა საარჩევნო პერიოდშიც განვიცდით ჩვენ თავზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვამბობთ, რომ არასოდეს არ ყოფილა ამ ქვეყანაში თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, ისეთი, რომლის დროსაც ბრძოლა ჩვენ არ დაგჭირვებია. მიუხედავად ძალიან დიდი გაყალბებისა 2024 წლის არჩევნებშიც ჩვენ ოპოზიციამ თბილისი მოვიგეთ 16%, 2021 წელს თბილისის საკრებულოს არჩევნებში, თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ნაწილი მიუხედავად ასევე გაყალბებისა და ძალიან დიდი პრობლემებისა, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციამ და ამიტომაც, როდესაც დღეს არის ძალიან დაბალი რეიტინგები მათ მხარეს, ჩვენ რატო უნდა დაუთმოთ და ვაჩუქოთ ქართულ ოცნებას სრულად ჩაბატონება თვითმმართველობებში. ეს არ მოხდება, ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი, აუცილებელია პოლიტიკური ამოვდროულად პასუხისმგებლობა, რომ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის პარალელური ბრძოლის ფორმა. ჩვენ გვაქვს პროგრამა, საუკეთესო პროგრამა, წამოვიღე მე დგას თქვენთან და მინდა რომ შემდეგ თქვენ გადმოგცეთ. ეს არ არის ოცნებების დაპირებები, ეს არის რეალური პროგრამა, სადაც გვაქვს გაწერილი ყოველი დღე მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ვიქნებით თვითმმართველობებში და ამ პროგრამის უკან არის უზარმაზარი ანალიტიკური სამუშაო გაწეული. და აი ეს არის სწორედ პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე. მოლოდინზე ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა თქვენი პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან, რაზე დაყრდნობით, რა გარემოებზე დაყრდნობით გაქვთ ასეთი ოპტიმისტური მოლოდინი და რამდენად ფიქრობთ, რომ თქვა ირაკლი კუპრაძე თქვენი კანდიდატი გაუწევს ამ შემთხვევაში კონკურენციას მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს? განწყობების შესაფასებლად ყველაზე კარგი საშუალება არის ველზე ყოფნა. ველზე ყოფნა, სადაც უშუალოდ ყოველდღიურად ხვდებით მოქალაქეებს. მე გახლავართ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი. ამავდროულად ძალიან ხშირად მიწევს ჩასვლა ქვემო ქართლში როგორც პოლიტიკურ კურატორს, ამიტომ ყოველდღიურად აი პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმ კონკრეტულ რაიონზე და იმ რაიონებზე, რომელშიც მე მოძრაობ და დავდივარ, რომ მოქალაქეები არიან ძალიან ბევრი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ესენი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები დიდი ნაწილი. მაგალითად ადამიანები, რომლებიც ვერ გადიან პროტესტზე 5000 ლარიანი ჯარიმის გამო, ვერ მიდიან პროტესტზე იმის გამო, რომ არიან საჯარო მოხელეები, დასაქმებულები სიპებში, აიპებში, არიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, არიან პედაგოგები, არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები. ამ ადამიანებს გააჩნიათ ოპოზიციური ხმა, ამ ადამიანებს სურთ ამ ქვეყანაში ცვლილებები, მაგრამ მათ რაღაც ობიექტური, სუბიექტური მიზეზების გამო არ შეუძლიათ გასვლა და პროტესტში მონაწილეობის მიღება. და ამიტომაც ისინი ყოველდღურად გვეუბნებიან, რომ კი ჩვენ მოვდივართ არჩევნებზე და ჩვენ გადაწყვეტილებას, აი საუბნო, აი ამ სიტუაციაში ყუთთან, საარჩევნო ყუთთან დავაფიქსირებთ. და აი ეს არის ყველაზე კარგი საზომი. რაც შეეხება უშუალოდ კახი კალაძეს, მისი რეიტინგი არის დაბალი და გარდა ამისა, მას აქვს გადასალახი ბარიერი 50-ია. მხოლოდ კვლევაზე არ არის აქ საუბარი, ყოველდღიურ განწყობებზე არის საუბარი და რა თქმა უნდა, ამის უკან ანალიტიკაც დგას და ამ განწყობების მიღმა მოცემულობა არის, რომ ადამიანს აქვს გადასალახავი ბარიერი 50+ და რეიტინგი, როდესაც არის 25-დან 23-მდე ჩამოსული, ამ შემთხვევაში მას ძალიან გაუჭირდება და მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დიდი, რა თქმა უნდა. ჩვენ გვყავს ახლა იცით გაერთიანებული ორი კოალიციის შეთანხმებული კანდიდატი ირაკლი კუპრაძე. ირაკლი კუპრაძეს ზურგს უმაგრებს ძალიან კარგი გუნდი. ირაკლი კუპრაძე არის ადამიანი, რომლის წარსული ცხოვრება აბსოლუტურად არის ტრანსპარენტული და ყველა მიცის, რომ ადამიანს 29 წლის ასაკში ბრძოლის გარდა არაფერი არ გაუკეთებია და ყველა სიკეთეზე უარი აქვს ნათქვამი და ჩვენ ვართ მოსული და ხელდამშვენებული იმ პროგრამით, რომელიც არის საუკეთესო პროგრამა. თქვენ მანამდე აკეთებდით განცხადებებს იმის შესახებ, რომ იქნებოდა პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატურა შერჩეული თბილისის მერობის კანდიდატად, მაგრამ შემდეგ ვნახეთ, რომ თქვა თქვენი პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი აქტიური სახე წარადგენთ. რატომ ვერ მოძებნეთ თქვა პოლიტიკურად ნეიტრალური, რატომ შეჩერდა ბოლოს არჩევანი ისევ კუპრაძეზე? ჩვენ აპრიორი არ გვითქვამთ, რომ აუცილებლად გაკეთდებოდა მიიღებოდა გადაწყვეტილება ნეიტრალურ კანდიდატზე. ჩვენ რამდენიმე ადამიანის მიმართულებით გავაკეთეთ კვლევები და რა თქმა უნდა, კვლევების შესაბამისად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში არჩევანი გაკეთდა ირაკლი კუპრაძეზე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არჩევანია, ამას და
არადასტურებს ის გუნდების შეთანხმებული პოზიცია, რაც გვაქვს, ჩვენ უკვე დავასახელეთ მოდელი რა არის კოალიციური ერთობის, დავასახელეთ ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ვიცე-მერების კანდიდატები და ზოგადად მიგვაჩნია შემდგომშიც გაგრძელდება თქვენ ეს თანამშრომლობა და თანამშრომლობის მემორანდუმი ამ ეტაპზე მოიცავს პერიოდს არჩევნებამდე და არჩევნების დღეს. შემდეგ უკვე კარგი გამოცდილების გადატანილი იქნება, რა თქმა უნდა, თბილისის საკრებულოში, მაგრამ ამ ეტაპზე თანამშრომლობა შემოფარგლული არის წინასაარჩევნო და არჩევნების დღის პერიოდში. თქვენი პოზიციები ემთხვევა თუ არა ასევე ერთმანეთს საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების საკითხში და რატომ გეკითხებით? ყოფილმა პრემიერმა ცოტა ხნის წინ პირდაპირ თქვა და აღიარა, რომ ბოიკოტირება იყო შეცდომა და მანდატებზე უარი. ამ ნაწილშიც თანხმდებით, იმიტომ რომ არ გამოირიცხება სწორედ ამ განცხადების შემდეგ, რომ ის 12 წევრი, რომლებიც ადგილმონაცვლეები არიან მანდატშეწყვეტილი დეპუტატების გიორგი გახარიას პარტიიდან, შეიძლება შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში შემოდგომაზე. აი აქედან გამომდინარე, თქვენი პოზიციები აქაც უკვე ემთხვევა ერთმანეთს, თქვენს ფიქრობთ, რომ ბოიკოტირება იყო შეცდომა? თანამშრომლობის მემორანდუმი ეხება უშუალოდ თვითმმართველობის არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს და თვითმმართველობის არჩევნების დღეს. ეს არ ეხება საპარლამენტო არჩევნებს. რაც შეეხება უშუალოდ პარტიებს, ჩვენ რა თქმა უნდა ვართ განსხვავებული პარტიები, განსხვავებული პოლიტიკური იდენტობით. ჩვენ ძალიან ხშირად გვქონია საწინააღმდეგო პოზიციები, ახლაც გვაქვს ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ ეს არის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გამოხატულია იმაში, რომ ჩვენ უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე და ჩავხსენით სიები. მათი პოზიცია გამოხატულია იმაში, რომ მათ ჩახსნილი სია არ აქვთ და არიან იმ პოზიციაში შეუშლის აი ესეთი განსხვავებული პოზიცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეს უკვე ყველა მიცის და ეს იყო წარსული. რაც შეეხება ახლანდელ დღეს, ჩვენ გვაქვს მემორანდუმი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებით იმ მთავარ გზავნილებზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცულობა, რაც არის ჯანდაცვის პროგრამები, რაც არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რაც არის ახალი სამუშაო ადგილები და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც გადასაწყვეტია თვითმმართველობას. პარლამენტში გახარიას პარტიიდან აი ეს გამოიწევს თუ არა თქვა და რაღაც გარკვეულწოდ თანამშრომლობაში მე წინასწარ საუბარი არ მინდა იმ საკითხებზე, რა საკითხებიც არ ვიცი და ჯერჯერობით მათ თავად არ გამოუხატავთ პოზიცია ამასთან დაკავშირებით და მე წინასწარ რატომ უნდა ვისაუბრო მომავალში შესაძლო მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მემორანდუმი მოიცავს თვითმმართველობის პერიოდს, თვითმმართველობის დღეს. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს საპროგრამო ნაწილს და ძალიან მინდა რომ ვისაუბრო ამ საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ძირითადად ეს არის ჩვენ ქვეყანაში მოქალაქეების და ჩვენს ქალაქში დაცულობის და უსაფრთხოების მიმართულება. აქ არის რა თქმა უნდა ყოველდღურად ავარიული შენობების მოუწესრიგებელი პრობლემა, აქ არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აქ არის მიუსაფარი ცხოველები, აქ არის ნარკოპოლიტიკა. აი აკაუტნოლანა, მაინც ძალიან შეიძლება კრიტიკაც რბილად ნათქვამი იყოს, თქვა და იმ განცხადებების შეფასებების, რომლებიც თქვენს გადაწყვეტილებას მოჰყვა თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვასთან და მონაწილეობასთან დაკავშირებით. ფიქრობთ თუ არა მაინც რომ დააზიანა ამ გადაწყვეტილებამ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საერთო ოპოზიციური ხედვა, გეგმა, თუნდაც თქვა და ოპოზიციური ერთობის ფორმირება და შექმნა, რომელიც უკვე წლებია იქცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევა და ვერ მოხერხდა ამ ოპოზიციური ერთიანი ცენტრის ფორმირება, რაც არის ძალიან ბევრი ოპოზიციონერი აქტორის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება და სურვილი. ძლიერი საქართველო ლელო იყო პირველი კოალიცია, რომელიც 2024 წლის არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში გამოვიდა ინიციატივით, რომ შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური პლატფორმა. ეს დავარქმევდით ალტერნატიულ პარლამენტს თუ სათათბიროს თუ ასე შემდეგ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა. ჩვენ ვიყავით ინიციატორი იმ ორი გაერთიანებული დიდი მოწვევის, რაც შემდეგ დასრულდა ქორთიართ მარიოში ძალიან მძიმედ და დააკავეს პოლიტიკური ლიდერები. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ყველა სამუშაო ჯგუფში დაწყებული საგარეო მიმართულებით, ყოველდღიური კოლ-ცენტრით, იურიდიული სამსახურით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ყოფილიყო ერთობა და ერთიანობა. ამავდროულად თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩვენ ვამბობდით, რომ შეგვიძლია უარი ვთქვათ პარტიის სახელწოდებაზე, შეგვიძლია უარი ვთქვათ პარტიის ნომერზე, საერთოდ გადავიდეთ ზურგში და იყვნენ წარმოდგენილი ის სია, რომელიც იქნება დაკომპლექტებული დარგების სპეციალისტებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ქალაქს სჭირდება სხვადასხვა სამსახურებში, მაგრამ ჩვენ ყველაფერზე სხვადასხვა პარტიებისგან გვეთქვა უარი. ამის შემდეგ
ფუნდამენტური საკითხი იყო არჩევნებში მონაწილეობა, არ მონაწილეობა და რომ თქვენ ამით უღალატეთ, იმ თქვა ოპოზიციურ პლატფორმას, რომელიც იყო სალომე ზურაბიშვილის გარშემო შექმნილი. სალომე ზურაბიშვილის გარშემო შექმნილ პლატფორმაში ჩვენ ვიყავით ბოლომდე, მაგრამ სხვა კოალიციის წარმომადგენლებს უკვე დატოვებული ჰქონდათ ეს პლატფორმა და ბოლოს ისეთ ადამიანებთან ვისხედით, რომლებიც თავდაპირველ იმ 4 კოალიციის წარმომადგენლობაში არ იყვნენ. ამიტომაც ლელო ძლიერი საქართველო არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ჩვენ რასაც ვამბობდით, ის გავაკეთეთ ბოლომდე და ახლა დავდეთ საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი და ვაჩვენეთ კიდევ საზოგადოებას, რომ შეიძლება სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი პოლიტიკური ძალები დასხდნენ გვალი მაგიდის გარშემო, წარადგინონ საერთო კანდიდატი, მერობის კანდიდატი და რას მოიცავს ხომ ჩვენი თანამშრომლობის მემორანდუმი. მაჟორიტარი დეპუტატების მიმართულებით ჩვენ კონკურენციაში ერთმანეთთან არ შევდივართ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გვინდა იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება, დავიცვათ ეს ქვეყანა ნარკოტიკებისაგან, დავიცვათ იმისაგან, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს ჯანდაცვა ის მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის, შეიქმნას ხელახალი სამუშაო ადგილები. აი ძალიან კაი პრეზენტაცია გქონდა სკოლაში უფასო კვებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ჩვენ გათვლილი გვაქვს და ეს ჭირდება ხალხს. უკმაყოფილება და პოზიციების გაყოფა თქვენმა გადაწყვეტილებამ არჩევნებში ჩართვის შესახებ, მაგალითად საბაბუაძემ ჯერ განაცხადა, რომ უბრალოდ პარტიის რიგი წევრად დარჩებოდა და შემდეგ უკვე ხაზარაძე ჯაფარიძის გათავისუფლების შემდეგ მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ტოვებს პოლიტიკურ გაერთიანება ძლიერ საქართველო ლელოს. ანუ რატომ ვერ მოახერხეთ თანაგუნდელების მაშინ დარწმუნება თქვენი გადაწყვეტილების მართებულობასა და სისწორეში? იცით რა არის ლელო ძლიერი საქართველო არის დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული. ჩვენ პოლიტსაბჭოში გვყავს ბევრი ადამიანი და რა თქმა უნდა მათ შორის რამდენიმე ადამიანს ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, მათ შეუძლიათ და შეეძლოთ ყოველთვის ჩვენი პლატფორმის პარგლებში თავისი პოზიცია დაეფიქსირებინათ. ეს არის სწორედ იმის მაჩვენებელი, რომ დემოკრატიულობა და ტრანსპარენტულობა და მაქსიმალური გამჭვირვალეობა ჩვენთან პარტიაში. ასე რომ რა თქმა უნდა საბა რჩება ჩვენს მეგობრად, მაგრამ მას გააჩნია რაღაც განსხვავებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. უმრავლესობა, რა თქმა უნდა, რჩება იმ პოზიციაზე, რომ აუცილებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. მე ამ გადაწყვეტილების თავდაპირველადვე ვიყავი მომხრე და მუდმივად ვამბობდი, რომ აუცილებელი არის ყოველი პლატფორმის გამოყენება იმისათვის, რომ პოლიტიკოს რა სჭირდება, პოლიტიკოს აუცილებლად სჭირდება ტრიბუნა, იმისათვის, რომ იყოს ხალხის სამსახურში. ხალხის მსახურებაშიც აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ წარმოდგენილები ყველგან. პროტესტზეც, საკრებულოშიც, თვითმმართველობებშიც და განსაკუთრებით კი ყველა სოფლში და ქალაქში ჩვენ დასაბრუნებელი გვაქვს სოფლები და ქალაქები. აუცილებელია. არის უზარმაზარი ბიუჯეტები, რომლებიც იხარჯება კორუფციულად და ნეპოტისტურად. ჩვენ უნდა ვიყოთ წარმოდგენილები თვითმმართველობებში, ოპოზიციური ხმა უნდა იყოს წარმოდგენილი თვითმმართველობებში აუცილებლად და ეხლა ძალიან უკვე რაღაც სასაცილოა მტკიცება იმისა, არ უნდა იყოს წარმოდგენილი. საპარლამენტო არჩევნები არის სხვა თემა და ეს თემა იყო 2024 წლის მოცემულობა. დღეს არის 2025 წელი. 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში არ შესვლამ დადო სხვა შედეგები, რაც არის ის, რომ საპარლამენტო მიმართულებით ლეგიტიმაციის საკითხი დღესაც არის ისე, როგორც არის. ანუ არალეგიტიმურად არის ცნობილი საქართველოს პარლამენტი და ამას ყველა აღიარებს, როგორც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. და ამას ხვდებით იმითაც, რომ აღარ არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, არ არის სტრატეგიული პარტნიორობა დიდ ბრიტანეთთან, არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნებთან და შეუსრულებელი არის ის ვალდებულებები, რაც არის შესაძლებელი რა იქნება ის მთავარი ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს 4 ოქტომბრის აქციაში თქვენს მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმენთ არაერთი განცხადება მშვიდობიან დამხობაზე, რაღაც ნეპალის მოვლენებთან იყო, თქვათ შედარებები, ტექნიკური მთავრობის წარდგენა, ასევე 8 საათზე საღამოს 8 საათზე ხელისუფლების გადაბარება და ასე შემდეგ. აი ქალბატონო თამთა, როგორ უნდა გიპასუხოთ მე თქვენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეც ლელო ძლიერი საქართველო არ არის. არ ვართ ორგანიზატორები, არ ვიცით ვინ არის საორგანიზაციო კომიტეტი, საერთოდ არ ვიცით რა არის სამოქმედო
მოქმედო გეგმა და დღის წესრიგი. შესაბამისად, დღეს ჩვენგან საუბარი იმ საკითხზე, რომ ჩვენ ვიქნებით თუ არ ვიქნებით თუ არ ვიქნებით ჩვენს მომხრეებს, ჩვენს მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, რომელიც მივა არჩევნებზე და გააფერადებს ლელო ძლიერ საქართველოს, აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთება. რამდენად მისაღებია 8 საათზე ხელისუფლების გადაბარების გეგმა, მაგალითად ტექნიკური მთავრობის წარდგენა 4 საათი. სიმართლე გითხრათ, მე სერიოზულად ამ გეგმის შესახებ ვერაფერი ვერ შევიტყვე და რაც არ ვიცი სერიოზულად, რაც არ ვიცი დეტალებში, ცხადია, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არასერიოზულად მე იმას კი არ უყურებ, რას აპირებს სხვა ოპოზიციური პარტიები და გამსხვავდები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ოპოზიციაში შედიან. მათ აქვთ თავიანთი ხედვა, თავიანთი სამოქმედო გეგმა. ჩვენ არანაირი კომუნიკაცია 4 ოქტომბრის დღესთან დაკავშირებით გარდა იმისა, რაც ჩვენ გაგვაჩნია გახარიას პარტიასთან საარჩევნო დღესთან დაკავშირებით, ჩვენ სხვებთან არ გვაქვს. ჩვენ ვართ ყველა აქციაზე, პროტესტი რა თქმა უნდა არასოდეს არ უშლის ხელს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ვამბობთ და ვეუბნებით მოსახლეობას, რომ არ ვართ ორგანიზაცია ამ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, ჩვენ ვართ მთლიანად ორიენტირებული არჩევნებზე, ჩვენთვის ბრძოლა არ იწყება ერთ დღეს და არ თავდება ერთ დღეს, ვიყავით ამ ბრძოლაში, დღეს ვართ ამ ბრძოლაში და კიდევ ვიქნებით, სანამ არ მივახცებთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, თბილისის დაბრუნებას და მთელი საქართველოს დაბრუნებას. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლანა გალდავა, ლელო ძლიერი საქართველოს წევრი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.